ჯორჯ ორუელი რომანში 1984 ჭეშმარიტების სამინისტროზე წერს, რომელიც გამუდმებით არედაქტირებს და ცვლის ისტორიას. აღარც დოკუმენტები არსებობს და იმასაც კი ვერ დაამტკიცებ, რომ 2+2 4 სტოლია. ხელისუფლების ლოზუნგია: ვინც წარსულს აკონტროლებს, ის აკონტროლებს მომავალს. ვინც აკონტროლებს აწმყოს, აკონტროლებს წარსულს. შედეგად ავტომატად ქცეული ადამიანები კარგავენ ინდივიდუალურობას, აზროვნების უნარს, სიყვარულს და უბრალოდ ადამიანობას. რადგან ვინ არის ადამიანი თუ არა საკუთარი წარსული, ანუ ისტორიული მეხსიერება და კულტურა. აწმყო ერთი გაელვება წარსულსა და მომავალს შორის და მომავალი, ანუ ოცნება. მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში რუსეთის იმპერია ერთადერთი სახელმწიფო იყო ევროპის კონტინენტზე, რომლის მმართველობის ფორმას კვლავ აბსოლუტიზმი წარმოადგენდა. სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური მდგომარეობით ის სხვა ევროპულ ქვეყნებთან შედარებით ძალიან ჩამორჩენილ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 1894 წელს რუსეთის ტახტზე ავიდა ნიკოლოზ მეორე, როგორც შემდგომში გაირკვა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი. მიუხედავად ნიკოლოზ მეორის სურვილისა ქვეყანაში მშვიდობა შეენარჩუნებინა, მისი მმართველობის პერიოდში რუსეთი ორ სისხლისმღვრელ ომში აღმოჩნდა ჩათრეული, რამაც შიდა არეულობები გამოიწვია. 1904-1905 წლების რუსეთ-იაპონიის ომი რუსეთის კატასტროფული მარცხით დამთავრდა. ამ წარუმატებლობის გავლენით და სხვა სოციალურ-ეკონომიკური პრობლემატიკით გამწარებულმა მოსახლეობამ გამოსვლები დაიწყო, რამაც საფუძველი ჩაუყარა 1905-1907 წლებში მომხდარ რუსეთის პირველ რევოლუციას. რევოლუციის შედეგად ნიკოლოზ მეორემ მოიწვია საკანონმდებლო უფლებით აღჭურვილი პარლამენტი დუმა, რასაც მოყვა მანიფესტი, სადაც მეფე საკუთარ ძალაუფლებას დუმის სასარგებლოდ ამცირებდა. თუმცა რეალური ძალაუფლების გადანაწილება არ მომხდარა. დუმა რამდენჯერმე დაითხოვეს. კრახი განიცადა მიწის საკუთრების, წარმოების განვითარების და სამოქალაქო უფლებების რეფორმებმაც, რადგან ასეთი ცვლილებებისთვის მზად არ იყო შუა საუკუნეებში ჩარჩენილი და აღმოსავლურ პოლიტიკურ კულტურასთან შეთვისებული რუსული ელიტა. რუსეთის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა მე-20 საუკუნის დასაწყისისათვის რო შევადაროთ ევროპულს, რა თქმა უნდა, იყო ჩამორჩენილი. მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთი წარმოადგენდა ჩამორჩენილ, ევროპაში ყველაზე ჩამორჩენილ, შეიძლება ითქვას, აგრარულ ინდუსტრიულ ქვეყანას, რომელშიც იყო ძალიან მძიმე სოციალური ფონი, სოციალური მდგომარეობა მოსახლეობის უმრავლესობისთვის იყო ძალიან მძიმე. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო, რომელშიც ჩაბმული იყო რუსეთის იმპერიაც. ომმა კიდევ უფრო დაამძიმა რუსეთის საშინაო მდგომარეობა. ქვეყნის დანაკარგები უდიდეს მასშტაბებს აღწევდა. ნიკოლოზ მეორის და მისი გარემოცვის ავტორიტეტი კი კატასტროფულად ეცემოდა. 1915 წლიდან სარდლობას სათავეში თავად იმპერატორი ჩაუდგა. 1917 წლის თებერვალში კი ის ფრონტის ხაზზე გაემგზავრა. სწორედ ამ დროს დედაქალაქში სურსათის ნაკლებობის გამო გამოსვლები დაიწყო. დემონსტრანტები პურს ითხოვდნენ. ქვეყანა პრაქტიკულად ჩიმშილის ზღვარზე იყო. ხალხს ომის დასრულება და მეფის გადადგომა უნდოდა. აღსანიშნავია, რომ მოთხოვნები მონარქიის დამხობის შესახებ პრაქტიკულად არ იყო. ის უშუალოდ ნიკოლოზ მეორეს ეხებოდა. მალე აჯანყებულებმა ქალაქის ძირითადი შენობები დაიკავეს. წესრიგის აღდგენისთვის გაგზავნილი ჯარის ნაწილიც მათ მხარეს გადავიდა. მეფეს სასწრაფოდ უკან დაბრუნება მოუწია. თუმცა აჯანყებების გამო ქალაქამდე ვერ მიაღწია და აჯანყებულთა წარმომადგენლები ფსკოვში, საკუთარ ვაგონში მიიღო. ნიკოლოზ მეორემ აღიქვა სურათის დრამატულობა და ხელი მოაწერა გადადგომის აქტს. ის საკუთარი ძმის, მიხაილის სასარგებლოდ თმობდა ტახტს, თუმცა შექმნილი გაურკვეველი ვითარების გამო მიხაილმა გამეფებაზე უარი განაცხადა. ასე მოულოდნელად და სწრაფად დაემხო ევროპის ყველაზე მდიდარი და ძლევამოსილი რომანოვების დინასტია. მეფის უკანასკნელი ბრძანებით დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი თავადი გიორგი ლვოვი გახდა. ამ რევოლუციას შემდგომში თებერვლის ბურჟუაზიული რევოლუცია უწოდეს. მმართველობის შეცვლამ როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ფრონტზე სრული ქაოსი და არეულობა გამოიწვია. ვერც ლვოვმა და ვერც კერენსკიმ, რომელიც ლვოვის შემდეგ მეთაურობდა დროებით მთავრობას, ვერ შეძლეს ვერც ომში წარმატების მოპოვება და ვერც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ოდნავ მაინც გაუმჯობესება. ძალაუფლება ორ ორგანოს შორის გადანაწილდა. ერთის მხრივ ეს იყო დროებითი ხელისუფლება და მეორეს მხრივ კი ლოკალურად შექმნილი საბჭოები.
რომელთა შორის მთავარი ლევ ტროცკის საბჭო იყო. ამ პერიოდში 10 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა ცნობილი რევოლუციონერი ვლადიმერ ულიანოვი, იგივე ლენინი, რომელმაც შეძლო ჩამოეყალიბებინა კარგად ორგანიზებული, მობილური, ინტელექტუალური ელიტის მქონე პარტია. ჩამოსვლისთანავე მან ფინურ ვაგზალზე წარმოთქვა სიტყვა, სადაც ილაპარაკა დროებითი მთავრობის გადაყენების და ძალაუფლების საბჭოებისთვის გადაცემის აუცილებლობაზე. მალე ყველასთვის ნათელი გახდა, რომ ქვეყნის დროებითი მთავრობა ვეღარ შეინარჩუნებდა ძალაუფლებას. 1917 წლის 25 ოქტომბერს ქალაქის პროლეტარიატით დაკომპლექტებულმა ბოლშევიკურმა პარტიამ იერიში მიიტანა ზამთრის სასახლეზე. მეორე დღეს კი სხვადასხვა სტრატეგიული შენობა დაიკავა. სიტუაცია იმდენად ქაოტური იყო, რომ პირველი 2 დღის განმავლობაში გაზეთები ამ გადატრიალების შესახებ არც კი წერდნენ. მალე მოსკოვშიც და სხვა დიდ ქალაქში ძალაუფლება ხელში ბოლშევიკებმა ჩაიგდეს. 1918 წლის 17 ივლისს გამთენიისას ურალის საოლქო საბჭოს გადაწყვეტილებით ნიკოლოზ მეორე მეუღლე ალექსანდრასთან და 5 მცირეწლოვან შვილთან ერთად იპატიევის სახლის სარდაფში დახვრიტეს. 1924 წლის 21 იანვარს გაურკვეველი დაავადების შედეგად გარდაიცვალა ვლადიმერ ლენინი. ამ დღეებში დაიბადა გამოთქმა: ლენინი ცხოვრობდა, ლენინი ცხოვრობს, ლენინი იცხოვრებს. ლეონიდ კრასინმა მართლა აღასრულა ეს ფრაზა და ბალზამირებული ლენინის სხედარი სპეციალურად აშენებულ მავზოლეუმში მოათავსა. რამდენიმე თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ ლევ ტროცკიმ გერმანიასა და მის მოკავშირეებთან ბრესტ-ლიტოვსკში საზაო ხელშეკრულებას მოაწერა ხელი, რომლითაც რუსეთმა დათმო ბალტიისპირეთი, ფინეთი, კავკასიის და უკრაინის ნაწილები. ამით რუსეთი პირველ მსოფლიო ომს გაეთიშა. მიუხედავად დროებით ხელისუფლებაზე საბჭოთა ხელისუფლების გამარჯვებისა, რუსეთი 2 წლის განმავლობაში სამოქალაქო ომში იყო ჩაბმული. 1922 წელს ჰიტლერმა საბოლოოდ დაამარცხეს თეთრები. ამავე წლის 30 დეკემბერს დაარსდა მსოფლიოში პირველი მუშათა და გლეხთა სახელმწიფო, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, რომლის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი გახდა. თუმცა სწორედ მუშათა და გლეხთა ფენა აღმოჩნდა ყველაზე მეტად დაჩაგრული კლასი, რომელსაც არანაირი შანსი არ ჰქონდა სოციალური სამართლიანობისთვის მიეღწია. ტოტალიტარულ სისტემად გადაქცეული საბჭოთა კავშირი იმავე იდეალების მტრად მოევლინა სამყაროს, რომლისთვისაც თავად იბრძოდა. მასობრივი ტერორი, ჰარმონიული განვითარების კალაპოტიდან სრული გადახვევა, რეპრესიები, თავისუფლების შეზღუდვა, კორუფცია, უსამართლობა, ტოტალიტარული მართლობა. მომდევნო 70 წლის მანძილზე საბჭოთა კავშირის ცხოვრების წესს წარმოადგენდა. მაგრამ რა მოხდებოდა რუსეთის სამოქალაქო ომი თეთრების გამარჯვებით რომ დამთავრებულიყო? როგორ სამყაროს მივიღებდით თეთრი გენერლების გამარჯვების შემთხვევაში? როგორ იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა? ალტერნატიულ ისტორიაში თეთრების გამარჯვება მეფის ოჯახის გადარჩენით იწყება. ტახტზე უარის თქმის შემდეგ ნიკოლოზ მეორე აღარ ჩერდება რუსეთში და ოჯახთან ერთად ლონდონში გადადის. ამაში მას გენერალი კორნილოვი და ბრიტანელები ეხმარებიან, რომლებიც რეალურ ისტორიაშიც თავაზობდნენ მეფეს მსგავს ქმედებას. მონარქისტებისთვის ცოცხალი მეფე მათი ბრძოლის სიმბოლო ხდება. თავად იმპერატორის ოჯახის ფიზიკური არსებობა წარმოადგენდა სერიოზულ ლეგიტიმაციას ჯერ ერთი მეფის მომხრე ძალებისთვის და მორალურ, ასე ვთქვათ, გამხნევებას მათთვის, ხოლო შემდეგ უკვე მეფის ოჯახის დახვრეტის შემდეგ მათ ეს სტიმული, ასე ვთქვათ, დაკარგეს და ამან შეიძლება ითქვას არა გადამწყვეტი, მაგრამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სამოქალაქო ომის იმ შედეგით დასრულებაში, რა შედეგითაც იგი საბოლოოდ დასრულდა. ალტერნატიულ ისტორიაში თეთრი გენერლების, დენიკინის, კოლჩაკის და იუდენჩინის სამხრივი შეტევა მოსკოვზე წარმატებით მთავრდება. ალყაშემორტყმული ბოლშევიკები წინააღმდეგობის გაწევას ვეღარ ახერხებენ. წითელი არმია მარცხდება და თეთრები მოსკოვს იღებენ. კრემლზე აფრიალებული თეთრების დროშა კი ძალიან ცვლის რუსეთის და მთელი მსოფლიოს ისტორიას. როგორც რეალური ისტორიიდან ვიცით, ვერსალის სამშვიდობო კონფერენციაზე განიხილებოდა რუსეთის რამდენიმე ნაწილად დაშლა, გენერლებზე მათი დანაწილების მიხედვით. სწორედ ეს სურათი იხატება ალტერნატიულ ისტორიაში, სადაც ოქტომბრის რევოლუციის შედეგად საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირს კი არ ვიღებთ, არამედ რამდენიმე რუსულ სახელმწიფოდ დაშლილ რუსეთის იმპერიას. იმ ალტერნატიულ ისტორიაში, სადაც ვერ იმარჯვებენ ბოლშევიკები და არ იქმნება საბჭოთა კავშირი, რუსეთის იმპერია უბრალოდ იშლება. იმიტომ რომ
ძველი სისტემით რუსეთის იმპერიის არსებობის შენარჩუნება იქნებოდა შეუძლებელი. ჩვენ გვახსოვს, რომ პირველი მსოფლიო ომის შედეგად რამდენიმე ევროპული იმპერია დაიშალა, მათ შორის რუსეთის იმპერიაც. და რუსეთის იმპერიის აღდგენა უკვე იმ საზღვრებში და იმ ფორმით, რა ფორმითაც იგი არსებობდა მსოფლიო ომამდე იქნებოდა შეუძლებელი. აშკარაა, რომ ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, გარდა რუსული სახელმწიფოებისა, იარსებებდნენ სხვა სახელმწიფოთა მიერ დაპყრობილი ტერიტორიებიც. თუ რუსეთის იმპერია დაიშლებოდა, მაშინ მისი ცალკეული ნაწილები ბუნებრივია აღმოჩნდებოდნენ უპირველეს ყოვლისა იმ სახელმწიფოების გავლენის ქვეშ, რომელთა მეზობლადაც მდებარეობდა, იქნებოდა განლაგებული აი ეს ტერიტორიები, რომლებიც შეადგენდნენ ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილებს. აღმოსავლეთ რუსეთის პორტები იაპონური მმართველობის ქვეშ გადავიდოდნენ და მანჯურიის შემთხვევის მსგავსად, იაპონია იქაც მარიონეტულ ხელისუფლებას შექმნიდა. დასავლეთით პოლონეთის მაშინდელი ხელისუფლება აიხდენდა იმ ოცნებას, რისთვისაც რეალურ ისტორიაში 1920 წელს პოლონეთ-რუსეთის ომი დაიწყო და შექმნიდა კონფედერაციულ სახელმწიფოს ზღვიდან ზღვამდე, რასაც რეალურ ისტორიაში ხელი შეუშალა წითლების წინააღმდეგობამ. შესაბამისად, პოლონეთი, რუსეთის ისტორიული მტერი, გახდებოდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელმწიფო ევროპაში. ჩრდილოეთის მიმართულებით პორტებს, მურმანსკს, არხანგელსკს და სხვას ხელში ჩაიგდებდა ბრიტანეთი, რომელიც საკუთარ გავლენას ახლო აღმოსავლეთსა და ირანში, ამით კიდევ უფრო გააძლიერებდა. გამომდინარე იქიდან, რომ ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილები სხვადასხვა ჰეგემონის სახელმწიფოების გავლენის ქვეშ მოექცეოდნენ, ავტომატურად წარმოიშობოდა იმის პრობლემა, რომ ყოფილიყო ერთი ხელისუფლება, ან ერთი წამყვანი რუსული სახელმწიფო, რომელიც თავის ირგვლივ გააერთიანებდა სხვა რუსულ სახელმწიფოებს. ასეთ ხელისუფლად მხოლოდ გენერალი კოლჩაკი შეიძლება ჩავთვალოთ, რომელიც ჯერ კიდევ რეალური ისტორიის 1918 წელს ანტიბოლშევიკური ბრძოლის დასაწყისში რუსეთის მმართველად გამოაცხადეს. ეს დროებითი თანამდებობა იყო, რომელსაც პრაქტიკულად ყველა თეთრი გენერალი და ინტერვენტი აღიარებდა. ყველა გენერალი ოცნებობდა იმ საზღვრებზე, რომელიც საზღვრებშიც მეფეს ტახტიდან გადადგომის შემდეგ იყო რუსეთი. ამიტომ ყველა შეეცდებოდა. ეს თავისუფლად შეიძლებოდა ყოფილიყო კოლჩაკი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ერთ-ერთი საუკეთესოთაგანი იმ მეფის არმიის სარდლებს შორის. შესაბამისად, სწორედ კოლჩაკს ჰქონდა შანსი გამختარიყო სრულიად რუსეთის ერთადერთი მმართველი. რეალურ ისტორიაში მისი წერილებიდან ირკვევა, რომ მას ერთიანი რუსეთის აღდგენა სურდა. ასე რომ ალტერნატიულ ისტორიაში, სადაც მას მიეცემოდა საკუთარი პოლიტიკის განხორციელების საშუალება, ის შეეცდებოდა რუსეთის იმპერიულ საზღვრებში აღდგენას. ეს კი არც ინტერვენტების და არც სხვა გენერლების ინტერესებში არ შედიოდა. ყველა დაიწყებდა საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლას და ჩაებღაუჭებოდა საკუთარ ტერიტორიას. მაგალითად, დენიკინის სამხრეთს, ვრანგელის სამხრეთ დასავლეთს, იუდენიჩი ჩრდილო-დასავლეთს, კოლჩაკი ცენტრს, კრასნოვის სამხრეთ აღმოსავლეთს. იდეაში თითოეული თეთრი გენერალი მოიაზრებდა თავის თავს როგორც რუსეთის იმპერიის აღმდგენს. მაგრამ რეალურად რასაკვირველია, ამის ძალა არც ერთ მათგანს არ შესწევდა. შესაბამისად დაიწყებოდა მრავალწლიანი დაპირისპირებები რუსეთის შიგნით. თუმცა ასევე იარსებებდნენ ისეთებიც, რომლებიც ერთიანი რუსეთის იდეის გამო თანახმა იქნებოდნენ საკუთარი სამფლობელოები ერთი ცენტრის ქვეშ გააერთიანებინათ. თავად თეთრ გენერლებს მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე, სტაბილურობის შენარჩუნებისა და კონტრრევოლუციების თავიდან აცილების მიზნით, დიქტატორული მმართველობის სტილის დამყარება მოუწევდათ, რაც სისხლიან ავტორიტარულ მმართველობებსა და პოლიტიკური ოპონენტების მუდმივ რეპრესიებში გადაიზრდებოდა. ეს შეეხებოდა ყველა იმ სახელმწიფოს თუ ტერიტორიას, რომელიც მოხვდებოდა თეთრი გენერლების მმართველობის ქვეშ, რაც მიახლოებით იმ სურათს მოგცემდა, როგორიც ბოლშევიკების მხრიდან 20-იანი წლების რეალურ ისტორიაში გქონდა. ანუ მასობრივი ტერორი, რეპრესიები, კინის ხელით მართვა, დიქტატურა და სხვა. ნაწილებად დაშლილ რუსეთის იმპერიაში იქნებოდა ავტორიტარული, სავარაუდოდ ნახევრად ფაშისტური მმართველობის სისტემა, აქედან გამომდინარე ყველა უარყოფითი, ასე ვთქვათ, მახასიათებლებით. გასათვალისწინებელია ის მომენტიც, რომ ამ შემთხვევაში ოპონენტები არ იქნებოდნენ ჩვენი რეალობის ოპონენტების მსგავსი. ეს იქნებოდა ერთმანეთთან რადიკალურად დაპირისპირებული იდეების და ღირებულებების მატარებელი ჯგუფები, რომლებსაც საკუთარი წარმოდგენები ექნებოდათ რუსეთის მომავალზე და სადაც არ არსებობდა საშუალო გზა. იქნებოდა ან სრული გამარჯვება, ან სრული კრახი.
რუსეთის ბედის განსაზღვრისას არსებობდა კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა – სეპარატიზმი. აშკარაა, რომ ალტერნატიულ ისტორიაში რკინის დისციპლინაზე დამყარებული პარტიისა და მაიძულებელი ორგანოების აქტიური ქმედებების გარეშე რუსეთი სეპარატისტულ დაპირისპირებებსა და ომებში ჩაეფლობოდა. ალტერნატიულ ისტორიაში მრავალეთნიკური რუსეთი ისეთ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა, სადაც სეპარატიზმს განვითარებისთვის ყველანაირი გასაქანი მიეცემოდა. მით უმეტეს, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ბევრმა ქვეყანამ ისედაც მოახერხა თვითგამორკვევა და სუვერენიტეტის მოპოვება. ეს მსოფლიო ტენდენცია კი დამოუკიდებლობისთვის საბრძოლველად მათ კიდევ უფრო მეტად გააძლიერებდათ. ის თუ რამდენად მოახერხებდა აი ეს სეპარატისტული განწყობები უკვე დამოუკიდებელი სახელმწიფოების ჩამოყალიბებას რუსეთის განაპირა ტერიტორიებზე, იქნებოდა დამოკიდებული ძალთა ბალანსზე უკვე აი ამ სეპარატისტულად განწყობილ, ასე ვთქვათ, მოსახლეობასა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის თუ კი ასეთი ჩამოყალიბდებოდა. შესაბამისად, ომი წითლების დამარცხებით 1919 წლის გაზაფხულზე კი არ დამთავრდებოდა. ეს იქნებოდა ერთი სერიის დასასრული, რომლის შემდეგაც დაიწყებოდა ომები სხვადასხვა გენერლებს, ინტერვენტებს, სეპარატისტებს და ასევე გადარჩენილ ბოლშევიკებს შორის. რა თქმა უნდა, რომ ბოლშევიკები გადარჩებოდნენ, ისინი ერთი ხელის მოსმით არ განადგურდებოდნენ. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ მრავალი წლის განმავლობაში მეფის მმართველობისას ისინი შეჩვეულები იყვნენ მიწისქვეშა მუშაობას. ამერიკის დიდ სამთავრობას ხევსურეთის წარმომადგენლობის თხოვა. ჩვენი ხევსურეთის ხალხი შეწუხებული არის ბოლშევიკებით. გვიკრძალავენ რჯულს. უნდათ კოლხოზების გაკეთება და ბევრის ნალოგების გამორთმევა. ძალიან ხშირად გვეუბნებიან, მაგრამ ჩვენ თანახმანი არ ვართ. მანამ სანამ დავიხოცებით, მთელი ხევსურეთი თანახმები არ ვიქნებით. მართალია იარაღი კი არა გვაქვს, მაგრამ ხმლითა და ხანჯლით უნდა ვიომოთ. მაგრა ამერიკას გთხოვთ დიდის თხოვნით, ძლიერის სახელით. მწიფ ხართ და მოგვეშველიენით და დახმარება გაგვიწიეთ. თორე ცოდონი ვართ. იმედი გვაქვს, რომ მაგვაშველით. თუ გიშველით თქვენ, თუ არა ჩვენი მშველელი აღარ არის. აბაძმებო, უკანასკნელ დღეში ვართ ჩვენ. მთელი ხევსურეთის წარმომადგენლები. 1936 წლის 24 ივნისი. როგორი იქნებოდა საქართველოს ბედი? რეალურ ისტორიაში 1918 წლის 26 მაისს ეროვნულმა საბჭომ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა შექმნა. დამოუკიდებელმა საქართველომ 1921 წლის თებერვლამდე იარსება, რის შემდეგაც საბჭოთა კავშირმა მომდევნო 70 წლის მანძილზე მისი ოკუპაცია მოახდინა. ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომელიც იყო სოციალ-დემოკრატიული მმართველობის, რომელსაც მე და ევროპის სხვა ქვეყნებში მე გაიმარჯვა მიმდინარეობა. ანუ საქართველოს წინ წავიდოდა და საქართველოს იქნებოდა რა თქმა უნდა გაცილებით საინტერესო დღევანდელი მსოფლიოსთვისაც კი. ჩვენთან იქნებოდა ბევრად მყარი პოლიტიკური გარემო. სხვადასხვა გენერლებზე განაწილებულ რუსეთს მსოფლიოს დომინანტი ქვეყნები კავკასიის მიმართ ინტერესის დათმობას აიძულებდნენ. სავარაუდოდ საქართველოს ბრიტანული მმართველობის ქვეშ აღმოჩნდებოდა, რაც მალევე დამთავრდებოდა, როგორც ვერსალის ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. და საქართველოს მისი უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მდგომარეობიდან გამომდინარე, დიდი კომერციული პროექტების ცენტრში აღმოჩნდებოდა. მაგალითად, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის ბოლოდან ჩაფიქრებულ British Petroleum-ის იდეას ბაქო-ბათუმის სანავთობო დერეფანზე დიდი პერსპექტივა ექნებოდა, რაც ამ რეგიონს ევროპისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სივრცედ აქცევდა. თუ კი საქართველოს არ იპყრობს უკვე თეთრი რუსეთი, არ იპყრობს ქემალისტური თურქეთი და ასევე არ იპყრობს არც ერთი სხვა სახელმწიფო, მაშინ ალბათ საქართველოს მოექცეოდა უფრო სავარაუდოა, რომ ბრიტანეთის გავლენის ქვეშ, ალბათ რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ იგი გახდებოდა უკვე სრულად დამოუკიდებელი სახელმწიფო და გაცილებით ადრე დაიწყებდა განვითარებას იმ გზით, რასაც ქვია ევროპული გზა და ევროპული კურსი ზოგადად. სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში თანამონაწილეობით და ადგილობრივი პოლიტიკური ელიტის დასავლური მისწრაფებების შედეგად საქართველოში ევროპული დონის მაღალი პოლიტიკური კულტურა ჩამოყალიბდებოდა. ეს კი რადიკალურად განსხვავდება ტოტალიტარული რეჟიმის იმ გამოცდილებისგან, რაც რეალურმა ისტორიამ მოგვიტანა და რომლის მემკვიდრეობაც ჩვენთვის დღემდე ძალიან პრობლემურია. რეალური ისტორიისგან განსხვავებით არ მოხდებოდა ერის ტრაგედია, როდესაც საზოგადოების საუკეთესო ნაწილი რეპრესიების მსხვერპლი გახდა და უამრავი უდანაშაულო ადამიანი გადაასახლეს და დახვრიტეს. როცა ქართველებს თავისუფლების ხიბლი და რეალურ ღირებულებებზე წარმოდგენა დააკარგინეს. როცა საქართველომ საკუთარი ტერიტორიების დიდი ნაწილი დაკარგა.
ალტერნატიულ ისტორიაში საქართველო ამ ყველაფერს თავს აარიდებდა, ხოლო გამომდინარე საქართველოს მოცულობიდან და შესაძლებლობებიდან, ასევე მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ინტერესებიდან, შეუქცევადი და აუცილებელი გახდებოდა ჩვენი ქვეყნის განვითარება არა სისხლის, ტრაგედიების და ძალადობის გზით, როგორც ეს რეალურ ისტორიაში იყო, არამედ ევროპული სახელმწიფოს განვითარების გზით. ეს ყველაფერი კი საშუალებას მოგცემდა გვეცხოვრა უფრო დემოკრატიულ, მშვიდობიან და სოციალური კეთილდღეობის ევროპულ სივრცეში. რეალურ ისტორიაში 20-30-იანი წლების მსოფლიო ხასიათდება დიდი ეკონომიკური კრიზისებით და ძველი იმპერიების დაცემით. პირველი მსოფლიო ომის შემდგომ ევროპა მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე პრაქტიკულად დაკნინების პერიოდში იმყოფებოდა. გამარჯვებულ ბრიტანეთსა და საფრანგეთშიც კი უმძიმესი ეკონომიკური პრობლემები იყო. რომ აღარაფერი ვთქვათ დამარცხებული გერმანიის, ავსტრიის და სხვა ქვეყნების შესახებ. ამერიკის შეერთებულ შტატებში დიდი დეპრესიის სახელით ცნობილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისი მოხდა. რამაც გავლენა იქონია არა მხოლოდ ამერიკაზე, არამედ მთელ მსოფლიოზე. ალტერნატიულ ისტორიაში კი პირველი მსოფლიო ომით დაუძლურებული ბრიტანეთი, საფრანგეთი, ამერიკის შეერთებული შტატები თუ იაპონია რუსეთის უმდიდრესი რესურსების ათვისებით საკუთარი ქვეყნების კაპიტალის შევსებას მოახერხებდნენ. ეს რა თქმა უნდა საგრძნობლად შეამსუბუქებდა მათ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები ეკონომიკურად ისეთი დასუსტებულები აღარ იქნებოდნენ, როგორებიც რეალურ ისტორიაში იყვნენ. შეიძლება მათ სრულად ვერ მოეგვარებინათ პირველი მსოფლიო ომის შედეგად დამდგარი პრობლემები, მაგრამ აშკარად შეძლებდნენ უფრო უკეთეს მდგომარეობაში ყოფნას. მეორე მსოფლიო ომი მე-20 საუკუნის ყველაზე დიდი მოვლენა და ტრაგედიაა. საკუთარი შემზარავი სისასტიკით და არნახული მსხვერპლით. ამ ომის მდგომარეობა მას შემდეგ შეიქმნა, რაც პირველ მსოფლიო ომში დამარცხებულ გერმანიას არანორმალური და ღირსების შემლახავი ვალები და მოვალეობები დააკისრეს. შექმნილმა ვითარებამ 30-იანი წლების გერმანიაში გამოიწვია ფაშისტური მმართველობის მოსვლა ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით, რომლის მიზანი მსოფლიოს დაპყრობა და გერმანული რასის ბატონობა იყო. ეკონომიკურად დასუსტებულმა ევროპამ მას დასაწყისში ვერ გასცა საკადრისი პასუხი. ამავდროულად ევროპა ცდილობდა გერმანული აგრესია მათთვის არასასურველ საბჭოთა კავშირისკენ მიემართა. ალტერნატიულ ისტორიაში კი სადაც არ არსებობს არც საბჭოთა კავშირი და არც დასუსტებული ევროპა, მეორე მსოფლიო ომის ადგილიც არ არის. ძალიან დიდი შანსია, რომ ალბათ მეორე მსოფლიო ომი არ იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ არ იარსებოდა საბჭოთა კავშირი. და რატომ, ხო? ვიცით რომ ევროპამ იმიტომ დახუჭა მხოლოდ და მხოლოდ თვალი გერმანიის გაძლიერებაზე, რომ შეექმნა საბჭოთა კავშირის საპირწონე ქვეყანა. ამ შემთხვევაში ალბათ გაცილებით მეტად მკაცრი იქნებოდა ევროპა ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჰიტლერის ხელისუფლებაზე თვითონ და გაცილებით ნაკლები შანსი ექნებოდა ჰიტლერს, რომ შეესრულებინა ეს თავისი რაღაცა გიჟური ამბიციები და გიჟური იდეები. ევროპის წამყვანი სახელმწიფოები აღარ იქნებოდნენ ისეთი ინერტულები, როგორებიც რეალურ ისტორიაში იყვნენ. ბრიტანეთი და საფრანგეთი კვლავ მსოფლიოს პოლიტიკურ ამინს განსაზღვრავდნენ და თავიდანვე ექნებოდათ იმის საშუალება, რომ მკაცრი პოლიტიკა ეწარმოებინათ გერმანიის იმ ხელისუფლების მიმართ, რომელიც დაარღვევდა ვერსალის საზავო ხელშეკრულების პირობებს. პრემიერ ჩემბერლენის მსგავსად, საკუთარი მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო არ დაიწყებდნენ თუნდაც დროებითი მშვიდობის ძიებას და არ მოუხდებოდათ შესაძლო გერმანული საფრთხის წინააღმდეგ დროის მოგებაზე მუშაობა. რაც მთავარია კი მთელი დასავლური სახელმწიფოებისთვის, შემაშინებელი წითელი ტერორის არარსებობის შემთხვევაში, გერმანულ ფაშიზმს თავიდანვე აღიქოვდნენ, როგორც უშუალოდ მათ წინააღმდეგ მიმართულ რევანშისტულ რეჟიმს და ყველანაირი მეთოდით შეზღუდავდნენ მისი განვითარების შესაძლებლობებს. თუ კი არ იარსებებდა წითელი საფრთხე, ძალიან დიდი ალბათობით ალბათ გერმანიაშიც ვერ მოვიდოდნენ ფაშისტები. აქედან გამომდინარე, უკვე შესაძლოა ვივარაუდოთ ისიც, რომ ალბათ არ მოხდებოდა მეორე მსოფლიო ომიც. რუსეთის ოქტომბრის რევოლუციის თეთრების გამარჯვებით დამთავრების შემთხვევაში, იმ ალტერნატიულ რეალობაში, სადაც არ არსებობს საბჭოთა კავშირი, რუსეთი ეხვევა მრავალწლიან სამოქალაქო, ეთნიკურ, რელიგიურ, იდეოლოგიურ თუ სხვადასხვა ომებსა და ბრძოლებში, სადაც არ ჩანს გამარჯვებული. რუსეთი კი დანაწილებულია სხვადასხვა გენერლებს, ინტერვენტებს და სეპარატისტულ სახელმწიფოებს შორის. საბჭოთა კავშირმა სამყაროს მოუტანა სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც დაიწყო ძალიან კარგი იდეებით, მაგრამ სამწუხაროდ, რომელიც გადაიზარდა ფაქტიურად ამ იდეების საპირისპირო რეალობაში. საბჭოთა კავშირმა კარგი არ მოუტანა არავის, არც სამყაროს, არც თვითონ რუსეთს და მით უმეტეს ჩვენ ქართველები ვართ და არც საქართველოს. 300,000 ადამიანი მოკვდა მეორე მსოფლიო ომში. ჩვენი ერის გენოფონდი
მთლიანად განადგურდა. რეპრესიების ტალღა, რომელიც პერიოდულად მოდიოდა 1921 წლიდან 51 წლის ჩათვლით, დახვრეტილია 12000 ადამიანი. და როგორი ადამიანები იყვნენ ესენი? მოაზროვნე ადამიანები, მასწავლებლები, პროფესორები, პოლიტიკოსები, ინტელიგენცია, თავადაზნაურობა, ანუ მთელი ჩვენი ქვეყნის ტვინი განადგურდა. 200,000-ზე მეტი ადამიანი გადაასახლეს. ეს ვინ იყო ხო? ამის მეორე ტალღა კიდე. ანუ ყველა საუკეთესოები დახოცეს. მე რომ დახოცვაში რომ გაუთავდათ კომუნისტებს, მე ერთმანეთი დახოცეს კიდე. ვინ დარჩა? ისინი გადაასახლეს. ანუ ქვეყანა დარჩა უთავოდ. ჩვენ საქართველოს რო ველაპარაკობთ. იგივე დაემართა რუსეთს, განაკლები დაემართა. და მაგას ვიმკითხეს ჩვენ. აი ეს მოუტანა სამყაროს საბჭოთა კავშირს. ბოროტება მოუტანა საბჭოთა კავშირს. კარგი, არავის არ მოუტანა. ჩრდილოეთ კორეა აიღეთ და სამხრეთ კორეა აიღეთ და შეადარეთ ახლა ერთმანეთს. სადაც თავისუფალი სამყარო იყო სამხრეთ კორეა, სადაც იყო ტოტალიტარიზმი, სადაც იყო საბჭოთა კავშირი, ეგ არის დღესაც ჩრდილოეთ კორეა. მიუხედავად იმისა, რომ ალტერნატიულ ისტორიაში რუსეთში ფაშისტური რეჟიმი და სისხლიანი ავტორიტარული მმართველობა დამყარდა, არსებულ სამყაროში საბჭოთა კავშირის გამო გამოწვეულ უდიდესი მასშტაბის სისასტიკეს მაინც აღარ მივიღებდით. ალბათ SSRK-ის ისტორია ყველაზე მეტად შეიძლება მოერგოს პეპლის ეფექტის არსს, რადგან ერთ ქალაქში დაწყებულმა გადატრიალებამ მილიონობით ადამიანის და მთელი ერების ბედი შეცვალა. დღეს ჩვენ უნდა ვისწავლოთ ისტორიის ამ მტკივნეული მაგალითით და გვჯეროდეს, რომ ჩვენ ხელშია ჩვენი წესრიგის და რეალობის დამყარება. Beatles-ი გახდა საერთაშორისო დონის ბიზნეს პროექტი და ამით რეალური პრეცედენტი გააჩინა, რომ ხელოვნება და კონკრეტულად მუსიკა შეიძლება იყოს საერთაშორისო ენა და ყველგან გაიყიდოს. იმიტომ რომ Beatles უსმენდი, მეგონა რომ მუსიკოსობა შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ იდეალური სმენა არ მქონია არა. ბოლო ინტერვიუში ჯაგერმა განაცხადა, რომ მე გაიმართლა იმითი, რომ მე მოხდი იმ ეპოქაში, როცა ძალიან დააფასეს როკ მუსიკოსების შემოქმედება. აი რო არა Beatles-ი კასმანის აქაც რა მოხდებოდა, ვის როგორ გაუმართლებდა, ვინ რამდენი ფულში შოვიდა. ძალიან ბევრი ამბობს, რომ მათთვის საბჭოთა კავშირი მოკვდა მაშინ, როცა Beatles-ი მოისმინეს. მაგრამ რა მოხდებოდა ჯონ ლენონი და პოლ მაკარტნი ერთმანეთს რომ არ შეხვედროდნენ? როგორი იქნებოდა ის სამყარო და საზოგადოება, სადაც არ იარსებებდა Beatles-ი? როგორი იქნებოდა ჩვენი დღევანდელი რეალობა?